იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ასოცირდებოდა საქართველოს. აი მაშინ ის თამაშობდა თუ არა დემოკრატობას, თუ იმ თავითვე აპირებდა რომ განიმტკიცოს ძალაუფლება და მერე ყველაფერი ააყირაოს. სხვაგვარად იყო, იცი, ვითარება. მაშინ ის გძნობდა თავს კომფორტულად იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ საქართველოს ტაშს უკრავდნენ ევროსაბჭოში და აცხადებდნენ, რომ ესეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს დედამიწის ზურგზე და როგორი საოცარი რეფორმები არის და რომ ეს ახალი მოდელია, ახალი პრეცედენტია საერთოდ აღმოსავლეთ ევროპაში, შეერთებულ შტატებში ნამდვილი ესე ვთქვათ თაფლობის თვე ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და კონგრესმენები, რომლებიც და სენატორები, ვინც ერთი წლის წინ საერთოდ აზრი არ იყვნენ თუ ესეთი ქვეყანა არსებობდა, როგორც საქართველოა, დაწვრილებით იცნობდნენ პოლიტიკურ პროცესებს და თუ არ გავიდოდა რომ ყველაზე გავლენიან სენატორებს და კონგრესმენებს განცხადებები არ გაეკეთებინათ საქართველოს მხარდასაჭერი და სხვა და სხვა, მოკლედ აი საქართველოს ხუთიანს უწერდა ყველა დემოკრატიის საკითხებში, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის მხრივ, ყველა მიმართულებით და მეორეს მხრივ ჩვენი გუნდი უზრუნველყოფდა, რომ შევარნაძეს ჰქონდა ძალიან მყარი პოლიტიკური საყრდენი. არა ისეთი სიტუაცია, რაც დღეს აქვს პარლამენტში, როდესაც პრაქტიკულად თუ თავდაყირა არ დადგა მთელი მისი გარემოცვა, ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ხშირად ესე ვთქვათ, ბოლოს ის აღარც ინტერესდებოდა, აი ბიუჯეტი რო შემოიტანა, ის გავიდა თუ არ გავიდა, იმიტომ რომ იცოდა, რომ მისთვის ყველა პრინციპული საკითხი ყოველთვის გავიდოდა პარლამენტში, მათ შორის იმდენად მტკივნეული და არაპოპულარულიც კი, როგორიც იყო ნულოვანი ვარიანტი და სხვა. ანუ შევარნაძეს მაშინ ჰქონდა ეს კომფორტი, ეს თითქმის ის იყო დასავლეთზე ორიენტირებული, ევროპის და ამერიკის საყვარელი აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერი, ვაცლავ ჰაველის ლამის ქართული ვარიანტი და მეორეს მხრივ ძალიან ცოტა ვინმეს პოსტსაბჭოურ სივრცეში ჰქონდა ამდენად მყარი სტაბილური პოლიტიკური დასაყრდენი, როგორც მას. მე არ ვიცი ახლა რა მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო შევარნაძე, მე ვიცი აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილად რჩება ეს საქართველოს ევროპული და ამერიკული ასევე ეპოპეა, იმიტომ რომ ძალიან მიხარია რომ მომიწვია ამ მთელი პროცესების შუაგულში ყოფნა და გეუბნებოდი კიდევაც, როცა პირველად ჩავედი, ვთქვათ, მაშინ ჯერ ვიყავი მოქალაქეთა კავშირის ლიდერი, ბევრს საუბრობდნენ ჩემზე ამერიკაში ანალიტიკოსები, როგორც ვთქვათ, ერთ-ერთ ძალიან მზარდ ლიდერზე და სხვა და 94-ში და 15-ში ვიყავი შტატებში და მაშინ წარმოუდგენელი იყო კონგრესში, როდესაც სხვადასხვა ოთახებში შევდიოდი და ხვდებოდი სხვადასხვა კონგრესმენებს, მიწევდა ესე დაწყება, რომ აი მე ვარ საქართველო და საქართველო იცით სად არის რუსეთს და თურქეთს შორის შავი ზღვა არ იცით, ეს ხმელთაშუა ზღვის გაგრძელება არის შავი ზღვა და ნუ რა თქმა უნდა ახლა წარმოგიდგენია ეს რამდენად კარგი დასაწყისი არის იმისთვის, რომ ადამიანი დამუხტო და დაინტერესო. ნულოვანი ინტერესი იყო, ნულოვანი დაგება საქართველოს საერთოდ რითი იჭმევა ეს ხილი და ეს შემდეგ. ხო და აი 96-ში, როდესაც ჰქონდა უკვე პარლამენტში გამარჯვების შემდეგ პირველი ვიზიტი, მაშინ უკვე
თანდათან დაიწყო ვითარებამ შეცვლა. რაში მდგომარეობდა ჩვენი, ესე ვთქვათ, საიდუმლო. ჩვენ ვცდილობდით წარმოგვეჩინა, რომ საქართველო არის სწორედ იმითი უნიკალური, რომ იქ არის ლიდერი, როგორც არის შევარდნაძე, რომელსაც თქვენ ესე კარგად იცნობთ, რომელიც არის თქვენთვის ესე სანდო და რომელიც არის უპრეცედენტო ყოფილ სხვა საბჭოურ ლიდერებს შორის, იმიტომ რომ მას ის ორიენტაციას აკეთებს არა ძველ საბჭოთა ნომენკლატურაზე, არამედ აი შეგხედეთ, მოყავს აბსოლუტურად ახალი თაობა. ძირითადად ამერიკულ უნივერსიტეტებში და ევროპულ უნივერსიტეტებში განათლება მიღებული ხალხი, ჩვენ ყველანი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველები, მაშინ და ქართული პარლამენტის წარმომადგენლები ერთადერთები იყვნენ სხვა ყოფილი საბჭოური ქვეყნებიდან, მათ შორის ბალტიელებსაც თუ ჩავთვლით, ვინც თავისუფლად საუბრობდით ინგლისურად და აქ იმაზე კი არ იყო მხოლოდ რომ ენა იცოდი და გრამატიკა, სწორედ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ საუბრობდით იმ ენაზე, იმ სიტყვებით, რასაც ისინი იყვნენ შეჩვეულნი და ეს იყო მათთვის გამოაოგნებელი, რომ უცებ რაღაცა გაუგებარი ქვეყნიდან ჩდება ერთი, მეორე, მესამე, იქ მეათე ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანაში არის ერთის მხრივ ძალიან მაღალი პოსტი უკავია და პასუხისგებლობა აკისრია და მეორეს მხრივ არის აბსოლუტურად ჩვენნაირი. აი ესე თვლიდნენ ისინი და ეს იყო აი პიროვნული ხიდების გადების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თავიდანვე მივხვდით, რომ ეს ურთიერთობები გვიწევს ძალიან კონკურენტულ გარემოში. შენ უნდა აჯობო იქ ესტონელს, სომეხს, აზერბაიჯანელს, უზბეკს, მალაიზიელს და დაარწმუნო რომელიღაცა სენატორი, რომელსაც წუთებით აქვს გაწერილი თავისი ცხოვრება და თავისი ცხოვრების გრაფიკს არაფრის გამო არ დაარღვევს, რომ სიტყვაზე მალაიზიაზე კი არ იფიქროს და აკეთოს განცხადება სენატის დარბაზში. არამედ სწორედ საქართველოსი დაინტერესდეს და მე მიხარია რომ ამ კონკურენციაში ჩვენ ნამდვილად ძალიან ბევრს ვაჯობეთ და თანდათან აი შევარდნაძის მოღვაწეობით, ჩვენი გუნდის მოღვაწეობით რამოდენიმე პიროვნება იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ვინც ეფექტურად მუშაობდა და წარმოუდგენლად ეფექტური იყო თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში როგორც ელჩი დღემდე ამბობს ყველა რომ აი ყველა ელჩებს შორის, ყველა ქვეყნის ელჩს შორის აი გამორჩეული იყო თავისი კონტაქტებით, პირადი კავშირებით, სიმპათიით, რაც ჰქონდა სხვადასხვა ხალხის მხრიდან, მათ შორის ყველაზე გავლენიანი ხალხის მხრიდან და სხვა. თანდათან ჩვენ გავარღვიეთ აი ეს საინფორმაციო კედელი და მოვახერხეთ ის, რომ მაგალითად ჯონ მაკეინი, რომელიც აი არის ვერ გახდა მართალია პრეზიდენტი, მაგრამ დღემდე არის ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი გმირი. თავის საპრეზიდენტო კამპანიას როდესაც ატარებდა, რამდენჯერმე ეს სადღაც მიყრუებულ ამერიკულ ქალაქში, სადაც საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს, თქვა რომ მე როდესაც პრეზიდენტი ვიქნები, ჩემი ამოცანა იქნება ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიც არის საქართველო და აუხსნა იქ შეკრებილ ხალხს, რატომ უნდა დაუჭიროს საქართველოს მხარი და იგივე მაკეინმა მახსოვს ვიდრე დაიწყებოდა მისი კამპანია ერთ თვით ადრე შევხვდი მას და მითხრა რომ იცოდეო ზურაბ, მე თუ დავხდი პრეზიდენტი, პირველ ოფიციალურ ვიზიტს განვაკეთებ საქართველოში. ეს სასიამოვნო არის. მოსახლეზე გადათვლით საქართველო იღებდა
ისრაელის და ეგვიპტის შემდეგ ყველაზე დიდ დახმარებას შეერთებული შტატებისაგან. იმ პირობებში, როდესაც